სოციალისტური ძალები სუსტია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ დიდია მოთხოვნა მემარცხენე სოციალისტურ ძალებზე და სულჯერს მიმფანტულია კონსერვატიულ ძალებში ძალიან ბევრი სოციალისტი და სოციალისტური ხედვები. მიმფანტული არა მხოლოდ იქ, რომ გაგეცნა იმაზე, რა ქვია, რომ მეო ესე იგი მშრომელთა ოჯახიდან ვარო და პენსიებზე საუბრობს, რამდენი უნდა იყოს პენსია, როგორ უნდა იყოს ეს ნაციონალების ლიდერი, ეს შემთხვევითი არ არის. მიმოფანტულია ყველგან. ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ელექტორატიც არის ღარიბი მოსახლეობა, ძირითადად. რომლებიც უკმაყოფილენი არიან იმ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს პოლიტიკა არის დღეს მდგომარეობით ლიბერალური პოლიტიკა, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შედის მხოლოდ და მხოლოდ საბანკო საფინანსო კაპიტალის ინტერესებში. რისი თქმა მინდა, რომ არ ჩანს ძალა, რომელიც აკუმულირებას მოახდენს მემარცხენე ელექტორატისა და მემარცხენე ელექტორატი არა მხოლოდ ის ელექტორატია, რომლებიც მოდის არჩევნებში და ზოგი ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას, ზოგი კონსერვატიულს, ზოგი უშუალოდ მისცემს ალბათ ხალხის ძალას და სხვა ძალებსაც, არამედ ძირითადად ისინი არიან, რომლებიც არ მოდიან არჩევნებზე. ბოლო 4 ციკლი არჩევნებისა დაახლოებით ნახევარი ელექტორატის ნახევარი არ მოვიდა. ნახევარზე მეტიც კი ზოგიერთ არჩევნებზე საარჩევნო ყუთებთან